გაოსმები შარშა პირველად გაიმართა და ისე მეობით რესპუბლიკი გახდა ტრადიციული და რაც თავია გუნდები პირველ ჯერზე არ იყო სუდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნებდება შემადგენლობაში მიერდება და შესაძლოა სამომავლოდ რაოდენობით გაიზარდოს მონაწილეთა რიცხვი, ან შესაძლოა სხვა ასაკობრივში შემოემატოს კიდევ ერთი ტრადიციული ჯერჯერობით მიუხედავად აი ამ ასაკს 2001 წლიანი შორის გაიმართება ეს ტურნირი 2000 წელს აბადებული იქნება სხვარი და ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ცნობილი საფეხბურთო კლუბების ახალგაზრდული გუნდები. პირველი პრინციპი რაც ნაუჩია ეს არის ის რომ შარშანელი ტურნირის ფინალისტები დინამო თბილისი და აზეთ ალკმარი გამთესეთ და სხვადასხვა ჯგუფში პირველ ნომრებად გავაკეთეთ და ასე იქნება მომავალში როცა ლევანდელი ფინალისტთა თავისება შემდგომში მათ გამთესავთ. დინამოსთან ერთად ჯგუფში მოხვდა მილანის ინტერი, სასიამოვნო ეს გუნდი ჩამოვიდეს გრანდია სოფლიოს თავია თბილისის დინამოსთან აკავშირებს ისტორია შეხვედრა 77 წელს ფაკეტის სპეციალისტების აქტიური გუნდი დღემდე ახსოვთ ინტერშიც მაცოლა გესაუბრა ჯერ კიდევ იტალიის ნაკრებთან ჩამოსული არა. რეგიონალური პრინციპი ყავს გუნდების შერჩეული იმიტომ უნდა დავიფარდეთ პროფედა ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის გაბალა რომელიც საკმაოდ შეძლებულია და ვითარდება მათი ახალგაზრდული გუნდით შეერთებში და ბელგიის ჩემპიონი გენტი აღნიშნავს ჯგუფში ვერც. რაც შეეხება ბეჭდს, აქ იქნება ალკმარი, როგორც გითხარით, დინამო ზაგრები, ასე ისეთი გუნდები და კიდევ რატომ გაკეთდა აქცენტი ამ გუნდზე, იმიტომ რომ ჩვენ რა სტრატეგიაც გვაქვს, სწორედ ზაგრების დინამო ერთ-ერთი სამაგალითოა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპულ გუნდებს შორის, ვინც დის თავის აკადემიის აღდგენებს და ხორვატიაში პერსპექტიულ მოთამაშეებს და შემდეგ უკვე 20 მილიონზე ნაკლებად თითქმის არქევის არავის და ზოგს არქევის და მოინახავს, ამიტომ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ახალგაზრდა ზაგრების დინამოს დელეგაციის ხელმძღვანელი მიშა შაკიძე ჩვენი მეგობარი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ აკადემიას. რეგიონალური პრინციპი დასული და შარშანელი მონაწილე ტრაბზონსპორის ამ ჯგუფშია და დინამო კიევი, რომელიც იცით რომ ბავშვთა ფეხბურთში ევროპული მასშტაბით საკმაოდ ანგარიშის დასაწყისი ძალა და წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ამაზე მეტყველებს რომ ეს გუნდი ძალიან წარმატებულად გამოდიოდა. აი ეს არის ის ჯგუფი დანარჩენი ხო ვინ ვისობის შეხვდება უკვე დაწერილია მოხდა ბრმაგენჩის რა დიდი ხა ასარჩევად განთესვად არ მოხდა რა მე მგონი საკმაოდ თანაბრად არის გუნდები გადანაწილებული ორივე ქვეჯგუფში. განაჩენი საუბარს ვისაუბრეთ შეეხება რატომ არჩევა შეიძლება კითხები დასვათ და მილიონის ჩამოდის ადგანთავსებია ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე ჩვენ ვთქვით დავიცვათ ის სტანდარტები რომელიც აი ასეთი გუნდებისთვის არის მისაღები და ერთი თხოვნა მაქვს ყოველთვის ჟურნალისტებთან რა თქმა უნდა ეს ტურნირი ტარდება გითხარით რომ გიქნეს თავისუფლი ენთუზიაზმით არანაირი მოგება და რაღაც შემოსავალი ამ ტურნირის არ ახლავს ნახევარფინალები იქნება გადაწყვეტილი პირდაპირში მანამდე მომზადდება რა სატელევიზიო ბიურები ყველა სათამაშოები და ეს თამაში ნახევარფინალები ფინალები ჩატარდება დინამო არენაზე შესაბამისად იცით რომ ეს ტურნირი ხარჯთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ სულს არა მატერიალური მოგება ვნახოთ ამ ტურნირისგან, არამედ ვნახოთ მორალური და ვნახოთ სპორტული და გაშუქების მხრივ იყოს ის შესაძლებელი, რომ ყველა ყოფილი დარჩეს, გაიგოს ხალხმა, რომ ეს ტურნირი ტარდება, ახალგაზრდა ბავშვებმა ინფორმაცია მიიღონ, მოვიდნენ დაესწრონ და უკვე თავის თანაპოლები წამყვანი კლუბების როგორ თამაშობდნენ და ამაში მინდა ხარში თქო უნდა გზარდებით და სათანადოდ გავაშვებოთ, რომ ის ხალისი და ენთუზიაზმი რაც აქვს აკადემიის მოწყობა და ორგანიზატორს იქნა სათანადოდ დაფასებული, რომ მომავალში ასეთი დონით და უფრო უკეთესი შემოქმედებების ჩამოვიყვანოთ და კონტესტის ტურნირი ყოველთვის შეგვიძლია აკადემიის
თითქმის შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა აი ამ ასაკში, რომელშიც აღმოჩნდა დიდი მადლობა როგორც უპირველესობა ჩვენ რესპუბლიკის მდგომარეობას პრეზიდენტს აკავშირებს ამიტომ მივეკითხეთ რომ ყველა ხარჯებს დაკავშირებით საუბრობასთან ამ გუნდის ცხოვრებასთან კვებასთან ზოგადად ყველაფერთან ისეთ თავისთავად გუნდი ეს საკონფლიქტო ბიუჯეტის ტურნირის დიდი ნაწილი საორგანიზაციო სამუშაოების უკვე შესრულებულია ჩვენ გადაულობაში მიმართ. გასტომრების სადაც იცხოვრებენ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს კონფლიქტი საკითხი ყოფილიყო გადაწყვეტილი კომპაქტურად და გზაზე ასე ვთქვათ ავტობუსის გზავნაზე დიდი პრობლემის არ დაეხარჯეთ ამიტომ იყო ძალიან კარგი განსაკუთრებული სათბურები რომელიც ტერიტორიულად აკადემიასთან არის ახლო ადამიანთა ორი გუნდი დინამოს პრინციპით, ესე ვთქვათ, დინამო და ზაგრები, ზაგრები და დინამო კიევი ცხოვრობენ აკადემიაში, ჩვენ ვიცით გვაქვს საკმარისი როტაცია, თითოეული განყოფილი იქნება თითო სართული, ეს ორი გუნდი ძალიანად იქნება აკადემიის ტერიტორიაზე განთავსებული. არის სხვა საკითხები დაკავშირებული ჩვენ გვექნება ამ გუნდებისთვის, რა თქმა უნდა, ექსკურსიას იქნება კულტურული პროგრამაც, ბუნებრივი სტუმრების მიღება იქნება, ეს საერთაშორისო წარმომადგენლები თვითონ დელეგაციების ხელმძღვანელები, სპონსორები და ჩვენს მიერ მოწვეული სხვა სტუმრები, მათ შორის რა თქმა უნდა თქვენი ჟურნალისტების კორპუსი. კიდევ ერთხელ რომ ეს მართლაც გამორჩეული ტურნირია, ლევანმა ისე მოკლედ კომენტ კიდევ დავამატებ რომ რა თქმა უნდა ჩვენ მიზნად ვისახავდით ამ სტუმრების მოწვევისას და დაკომპლექტებისას იმასაც რომ მომავალში ეს გუნდები ჩვენ სამაგიეროს გადაგვიხდიან და დაგპატიჟებენ იგივე ლევანი ამ თემაზე ელაპარაკა ზაგრებს და მომავალში ბუნებრივია ჩვენ ასე ვთქვათ გასწრებული პროგრამები იქნება ამ გუნდებში. მთელი ეს ჩვენი გუნდი საორგანიზაციო კომიტეტი ჩამოყალიბებულია აქ არის ყველა სავალია თავში კონკრეტული საქმე იქნება ეს კვება, ტრანსპორტი, მოყოლება მოხალისეები რომლებიც იმუშავებენ გუნდებთან და დაგეგმარებიან. ასე რომ პრაქტიკულად უშუალოდ ტურნირის დაწყებისში ჩვენ შეხვედრა და გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ.